ახლა მოდი ცოტა წარსულში წავიდეთ ისევ. 1600 წლის 19 თებერვალს პერუში მოხდა დიდი ვულკანის ამოფრქვევა, რომელსაც ჰქვია ჰუაინა პუტინა. ამ ვულკანურმა ამოფრქვევამ იმხელა გავლენა მოახდინა დედამიწაზე, ანუ იმდენი კვამლი ამოვიდა ვულკანიდან, რომ დედამიწა კვამში გაეხვა და მზის სხივები ვეღარ აღწევდა დედამიწაზე. ამ ვულკანის გამო, რომ მზის სხივები ვეღარ აღწევდა დედამიწაზე, ამან იმხელა გავლენა მოახდინა, რომ მომდევნო 500 წელი დედამიწაზე ტემპერატურა დაეცა. ეს მომდევნო 500 წელი, მაგრამ პირველი 2 წელი ისე დაეცა, რომ მაგალითად რუსეთში, მთლიანად რუსეთში ზაფხულშიც კი ტემპერატურა იყო 0-ს ქვემოთ ღამე. ზაფხული თუ იყო, მაგალითად აგვისტოშიც კი ყინავდა ღამით. და ამ 2 წლის განმავლობაში რუსეთის მოსახლეობის 1/3 დაიღუპა შიმშილით. ეს 1/3 იყო დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი მაშინ. მაგრამ წარმოიდგინეთ, პერუში ამოიფრქვა ვულკანი და დაახლოებით 13000 კილომეტრის დაშორებით რუსეთში მოკვდა 1/3. ამას მოყვა რუსეთის მეფის ბორის გოდუნოვის დამხობა და სხვათა შორის ამ შიმშილობის შემდეგ მოვიდნენ ტახტზე რომანოვები. ახლა უნდა ვთქვათ ის, რომ ეს არ ყოფილა რუსებისთვის ბოლო შიმშილობა. 1891 წელს რუსეთში ზამთარი ადრე მოვიდა. ახლა ცოტა ხანი თარიღებს მიაქციეთ ყურადღება. დროებში არ უნდა ავირიოთ. რუსეთში ზამთარი ადრე მოვიდა 1891 წელს. გრეგორ მენდელმა თავისი ნაშრომები შექმნა 1860-იან წლებში. ამ ადრე მოსული ზამთრის გამო 1891 წელს რუსეთში 9 მილიონი ადამიანი მოკვდა შიმშილით. ეს არის ოფიციალური გარდაცვლითა რიცხვი, თუმცა 36 მილიონი ადამიანი მივიდა სიკვდილის ზღვარზე. ქოლერას და ტიფის პანდემიებიც გამოიწვია ამ ყველაფერმა. დაუძლურებულ ხალხს კიდე ეს ეპიდემიები უნდა და ისედაც 1000 უბედურება ჰქონდათ ამ რუსეთში. თან როგორი ამბავია, ნახეთ, კარგად რომ გაიაზროთ შიმშილით სიკვდილი რას ნიშნავს. ერთი ადამიანი თუ შიმშილით კვდება, მისი მეზობელი ცხო ჟიერია. შეუძლებელია მას ბევრი რამე ქონდეს. ასევე ახლომახლო ვინც ცხოვრობს, ყველა უკვე პიგზია. იმიტომ რომ ერთმანეთს უნაწილებენ, ან თუ არ უნაწილებენ, შვილები რო გიკვდება, მეზობელს არ თმევა. და აქ უკვე მორალურად მართალი ხარ თითქოს შენ თავთან და ესეთი უამრავი გარემოება შემოდის. ერთი ადამიანი თუ შიმშილით კვდება, ფაქტობრივად ასეთი შიმშილობის დროს არ ემარեց შიმშილით სიკვდილის პირზეა. თუმცა ამ შემთხვევაში რუსეთში ცოტა სხვანაირად იყო, რადგან 36 მილიონი ადამიანი კი მივიდა შიმშილით სიკვდილის ზღვარზე. თუმცა არისტოკრატია და დიდგვაროვნები, როგორც ისტორიიდან ვიცით, საფრანგეთიდან და ინგლისიდან შემოტანილ მარწყვზე და ნაღებზე იყვნენ. და ეს გაუბაზრდათ. და ეს ყველაფერი რუსეთისთვის არა მარტო ბუნებრივი კატასტროფა აღმოჩნდა, არამედ ბუნებრივ კატასტროფას პლუს საშინელი მმართველობის სისტემა. ამ ყველაფრით მაღალმა ფენებმა ავტორიტეტი ძალიან დაკარგეს, შეიძლება ითქვას ეს იყო სწორედ ის მომენტი, რამაც მომდევნო რევოლუციებისთვის მოამზადა ნიადაგი რუსეთში. სწორედ ამ მომენტიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ მოვიდნენ კომუნისტები ხელისუფლებაში.